განვაგრძობ ბორევის წიგნის მიწიერი ჰუმანოიდური ცივილიზაციების ისტორიის განხილვას და შემდეგი თავი არის განსახილველი დასახელებით მიწიერი ზეთიური სიყვარული, ეფირული სიყვარული. აქ ორი ლექსია ორჯერ მოყვანილი, მაგრამ მე მაგე არ გადამითარგმნია. ამიტომ პირდაპირ ტექსტზე გადავალ. სიყვარული ესწრება ყველა ზედაღნიშნულ პლანზე. რადგან ის არის უნივერსალური ინსტრუმენტი მატერიის თვითცნობიერებისა, ეფირულ დონეზე სიყვარული არის მისწრაფვა თვით შექმნისა, შთამომავლისა, გადარჩენა და გამრავლება. მთავარი მიზანი ცხოველური გონებისა პირველი ჩაკრის. ნახევრად ველურ მცირე ერებს დედამიწისა ფიზიკური, ეფირული სიყვარული არის მთავარი ინსტრუმენტი ერთ-ერთისა მამაკაცი და ქალს შორის ტყის ტომში. პრაქტიკულად ნებისმიერი მამაკაცი ვალდებულია განაყოფიეროს ქალი, რომლებიც მზად არიან ნელ-ნელა დაფეხმძიმდნენ. აქ ოჯახი ერთი ფარა საერთო შვილებით და ცოლებით. ესე იგი, აქ ოფიციალურად არავინ ქორწინდება. თუ გოგონა შეუსულდა, გოგონა მივიდა იმ ასაკამდე, როდესაც შეუძლია დაფეხმძიმდეს, ანუ როდესაც გოგოს ეწყება ციკლი, ყველა მეცით რომ ამ დროს გოგოს შეუძლია დაფეხმძიმება. მნიშვნელობა არ აქვს ის რამდენი წლისაა. ქალის ციკლი არის იმის ნიშანი, რომ მას შეუძლია შვილი გააჩინოს. ამ საზოგადოებაში, ამ ტომებში, საერთო სიყვარულში არ აქვს ადგილი ეჭვიანობის და ეგოიზმის გრძნობებს. ესე იგი, ცოლები არ ეჭვიანობენ ერთმანეთს, იმის გამო, რომ დაუშვათ მის საყვარელ ადამიანთან სხვა ქალმაც გააჩინა, მისი საყვარელი ადამიანისგან სხვა ქალებმაც გააჩინეს ბავშვები. ამ ველურებისა სიყვარული, ამ ველურებისა ეს არის სიყვარული ტრაგედიის, დრამის და შურის გარეშე. ის მისდევს ერთ მიზანს, გააგრძელო გამრავლება, ანუ გამრავლდნენ. სიამოვნების მიღება კი ეს მეათე საქმეა. ჩრდილოეთის ბევრ ერში არის შენარჩუნებული ძველი წესი. მე პატრონე, ჩუმასი, იურტასი, ალბათ სახელია. ეს მაგალითად ეს წესი არის იაკუტიაში, ციმბირის ქალაქებში. მაგალითად, მე პატრონე ჩუმასი, ასე ქვია იმ პატრონს, ვის სახლშიც მიდის სტუმარი ან ათევს ღამეს. იურტასი პატრონი, იქ ხო სახლები არა, იქ აქვენ იურტები, ასეთი კონსერვული შენობები, რომელიც კეთდება. აქვს ახლა მე უყო მეტალური კონსტრუქცია, მაგრამ გარედან შეუძლია ნებისმიერი მასალით შემოღობა. და ამ იურტაში, ქართულად არ ვიცი იურტას რა ქვია, ამ იურტის მე პატრონე აწვევს ცოლს სტუმართან. თუ სტუმარი ვარს იტყვის, მასეთ საჩუქრისაგან პატრონს ძლიერი წყენა ერევა. არავისთვის არ არის საიდუმლო რომ თანამედროვე ერები ჩრდილოეთში გადაშენდებიან. მათ სჭირდებათ სისხლის განახლება თეთრი ადამიანის გენებით. ეფირულ დონეზე სიყვარული არის მოვალეობა, ვალდებულებები, აუცილებლობა დაცემული სულისა, ტომის სულის წინ.
და ეს მოვალეობა არის ვალდებულება არა მხოლოდ სექსუალურ დონეზე, მაგრამ ყველა სხვა საცხოვრისი ასპექტებში. შემდეგი თემა ვიტალური სიყვარული. ანუ ასტრალური სიყვარული. ზოგჯერ ასტრალურ სიყვარულს უძახიან ვიტალურ სიყვარულს, ასტრალი ხომეს იგივე ემოციებია, იგივე ვიტალი. სულთა სიამოვნების მიღების პრინციპი ამ პრინციპში, ესე იგი, სულთა სიამოვნების მიღების პრინციპში დევს ვიტალურ სიყვარულში. ესე იგი, სიამოვნება დაკავშირებულია ასტრალურ, ანუ ვიტალურ, ანუ ემოციურ სხეულთან. ეფირულ სხეულთა სიყვარული არაა. ეფირულ სიყვარულში ინსტინქტები არაა. ეფირულ სიყვარულში არის ვალდებულებები, ვინმე სად რაღაცის წინაშე. ვიტალურ სიყვარულს უძახიან ეჭვიან სიყვარულს, ტანჯვას სიყვარულს, სიძულვილ სიყვარულს, ხელისუფლებას სიყვარულს, ტკბილ სიყვარულს, რადგან ვიტალურ პლანზე ეს გრძნობები ირწმევა ერთიან ჭექა ქუხილში. ახლა კი ჩემთვის გასაგებია თუ რატომ ეჭვიანობენ მეუღლეები ერთმანეთს და ეჭვიანობის ნიადაგზე კიდეც ბევრი დანაშაული ჩადენილა. ახლა თქვენთვისაც იქნება გასაგები. ის ადამიანი, ვინც ესე იგი ეჭვიანობს, მაგი იქცევა მასე ასტრალური პლანიდან გამომდინარე. თუ ადამიანს არ გააჩნია ხა მაგალითად დიდი სიყვარული თავისი პარტნიორის მიმართ, თავისი მეუღლის მიმართ, მაგრამ აგი ბორევი არ წათ ამას მე ვამბობ. მაგრამ შეიძლება ზოგს მეუღლე არ უყვარდეს, გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი. მეუღლეს სიტყვის საერთო გაგება მე არ ვამბობ თოქმა სპეციალურად, იმიტომ რომ ეს ეხება ორივეს. არის მაგალითად ისეთი ოჯახები, რომლებიც ძლევენ დიდხანს. რატომ? შეიძლება სიყვარული გაქრეს, მაგრამ არის ერთმანეთის მიმართ, მეუღლეების მიმართ რაღაც ვალდებულებები შვილების წინაშე, მშობლების წინაშე და ეს აკავებს მათ დაშორებისაგან. მაგრამ ერთმანეთის ღალატი ცურვილი არ აქვთ, რომ სიცრუე არ მეაყენონ ოჯახს. ახლა კაცის ხრიდან მაინც ამას არავინ მეაცეთ ყურადღებას დღეს, რადგან თქვიან, რომ კაცებს შეუძლიათ უღალატონ ცოლებს, მაგრამ ქალებისთვის ეს არის სირცხვილი. ხო, ხან განვაგრძო. ესე იგი, ასტრალური სიყვარული არის ჭექა ქუხილი. მე გამოგიდგენიათ? ვიტალური სხეული ფლობს გრძნობების ფართო პალიტრით. წყულად არ უძახიან ამ პლანს, ასტრალურ ვიტალურ პლანს, ემოციურ პლანს, რადგან ეს არის ემოციების სხეული. აი, ზოგი მათგანი სიმპათიები და ანტიპათიები, ფობის სურვილი და სიძულვილი, სიკეთე და სიბრაზე, სიამაყე და ეჭვიანობა და ასე შემდეგ. ვიტალური სიყვარული დედამიწელს აქვს თავისი ვიტალური სიყვარული დედამიწელს აქვს თავისი ამ ვიტალურ სიყვარულში დედამიწელს აქვს თავისი სტადიები დაბადების, დაბერების, განვითარების და სიკვდილის. ყველაფერი იწყება ყვაწვილური სიყვარულით. სიყვარულის ობიექტს აღმართებენ მთელი ძალები და საშუალებები. შეყვარებული ადამიანისა მიმართულია იმაზე, რომ მოიპოვოს სიმპათიები და განლაგება რჩეულისა. ქალები ამ დროს იყენებენ ყოველდღიურ მანევრებს, მამაკაცების სხვა საშუალებებს, მაგრამ ყველაფერი ბოლოს
მიდის სექსამდე. სიყვარულის ობიექტის ხელში ჩაგდება სიყვარულის ობიექტის ხელში ჩაგდებამდე, სექსამდე. ვიტალური შეყვარებულობის პერიოდში ინდივიდუმში მძინვარებენ ოკეანური ტალღები და ტრაგედიები. მოედინება თრემლები, ტანჯვას აქვს ადგილი, ეჭვიანობის შეტევა აღჩობს ადამიანს, ტრაგიკულ ნებებს იყავს ადამიანი დუელამდე, მკვლელობამდე და თვით მკვლელობამდე. ამ დროს პოეტებში იბადება დარიფმული ლექსები, გაუყოფელი სიყვარულისა. კომპოზიტორები კი წერენ ტრივიალურ მუსიკას 4 აკორდზე და ერთ და იმავე თემაზე სისიპიპი ბჭყალებში. ვიტალური შეყვარებულობის მდგომარეობა ეს ერთ-ერთი ძლიერი კატალიზატორია ხელოვნების პროცესებისა ადამიანებში და ცხოველებში დედამიწაზე. კაცობრიობის ქალებსა და კაცებს აქვთ მთელი არსენალი საბრძოლო საშუალებებისა საკუთარი თავის მხარდასაჭერად ხელოვნურ მდგომარეობაში ვიტალურ მდგომარეობაში. მაგალითად, ხელოვნური გამოძახება ეჭვიანობის გზნობისა, პერიოდული ცვლა, საყვარლებისა, სხვადასხვა სახეობის სექსუალური ფორმებისა, ორსქესიანი სიყვარული, ერთსქესიანი სიყვარული ყოველნაირი სექსუალური ანომალიებით და სხვა. როდესაც ყვავილური შეყვარებულობა გადის, მისგან რჩება ვიტალური მიმზიდველობა სიყვარულის ობიექტთან. ინდივიდუმს უჩნდება თითქოს არამოტივირებული გზნობები სიბრაზისა, სიძულვილისა, გაღიზიანებისა. ეს გზნობები დაკავშირებულია ქვეცნობიერების გზნობასთან, ენერგეტიკული მიჩვევა ადამიანისა ობიექტისგან, ვიტალური სიყვარულისა, ვამპირისთან, თავისუფლების შეზღუდვასთან საქმეებში, ახალი მოთხოვნილებების მიღებაში, აზროვნებაში და გზნობებში. წვრილმანი მიზეზი თავისუფლებისკენ განჩები განზე ხდომაზე ბჭყალებში წარმოსახვის თამაშები ამ თემაზე წამში აღვიძებენ ეჭვიანობის გზნობებს, ვიტალო შეყვარებულების ხშირად ეჭვიანობის გზნობა ბჭყალებში საკუთრების გზნობა საკუთრების ბჭყალებში გზნობა, რომელსაც შეუძლია არ დაემორჩილოს ან უღალატოს, ხდება აუტანელი, აქედან გამომდინარე ხშირი კინკლაობა შეყვარებულებს შორის, მუდმივი ნერვოზი და აგრესიულობა, სიბრაზის აფეთქება და არამოტივირებული თავდასხმა ვიტალური შეყვარებულების ერთმანეთზე აიძულებს ეგოისტურ გზნობას მესაკუთრე ინდივიდუმს გონია, რომ ეს ბჭყალებში ჩემი რატომღაც არ მემორჩილება, მე და იქცევა ისე, რომ როგორც უნდა მოიქცეს, ესე იგი
როგორც მე მინდა ისე უნდა მოიქცესო და არა ისე როგორც მას უნდაო. მასეთი თხელ აზრებს მოყვება ადუღებული ქვაბის აფეთქება ოჯახური ვნებისა. სხვათა შორის მეც შევჯახებულ ვარ ასეთ სიტუაციას. ინტერნეტით გავიცანი ერთი პიროვნება. მე მაშინ ახალი შედენილი მქონდა ბილანის ტელეფონები რო იყიდება ის პერიოდია 2010-11 წელი. და ინტერნეტიც პირველად ჩავთე მაშინ არც ვითოდი რა იყო ინტერნეტი. გავიცანი იქ სადღაც რომელიღაც საიტზე პიროვნება რომელსაც უნდა რომ სულ მას ესე იგი ჩემთან მხოლოდ მასთან მქონოდა ის მესიჯური მაშინ სად იყო მესენჯერი იმ საიტზე მიმოწერა ხომ და ერთხელ ტელეფონი დამიშვა მე ვუთხარი უნდა ჩავთო და ჩემ ლოგინთან არ იყო შესაძლებელი დასატენი ტელეფონის და სხვაგან დავტენე შემდეგ ხამისამი საათია და ახლა შევედი მე მაგალითს გიყვებით ჩემი პირადი ცხოვრებიდან შევედი და გადავხედე ახლა მიმოწერას გადავხედე და ეს პიროვნება გამიბრას და შენო ვის ეწერებოდიო ამ დროსო მითხარი რომ ტელეფონი დაგიშდაო აი მაგალითი ჯერ პიროვნება არ გიმიცნობს ნორმალურად ხო და უყურე მესაკუთრების სურვილი ხასიათი გამოხატა ესე იგი მესაკუთრე ეგონა თავისი თავი ჩემზე ხო ну ეს ეგრე მოხდა რომ მის მიმართ სიმპათიები კი გამიჩნდა მაგრამ ძალიან დამწყდა გული აქ სიმპათიების ამბავი არ იყო აქ იყო ნდობის საკითხი არა და მე ხო ვიცი ესე იგი თუ დაუშვათ ვინმე გაგიცნობს გეკონტაქტება ჩვეულებრივ კონტაქტ გულისხმობ მე და საერთოდ ზოგიერთს ახასიათებს მესაკუთრეობის სურვილი ესე შენ გონი ხარ რომ მას გონია რომ ხარ მისი საკუთრება ჯერ ურთიერთობა ნორმალურია მე არ გულისხმობ მე არასდროს არ მქონია სხვანაირი ურთიერთობა არამისთან და საერთოდ კაცად გაუგოდი სულ და გაურბივა იმიტომ რომ ჩემთვის ქორწინებამდე ურთიერთობები იყო მიუღებელი და ახლაც მასე ვფიქრობ მე თუ ქორწინება შეიძლება ახლა მნიშვნელობა არ ქონდეს ხელის მოწერას მაგრამ თუ პიროვნებამ შენ თავი პიროვნებამ აღიაროს შენ მეუღლედ ხელმოწერას მნიშვნელობა არ აქვს ეს ამას ითხოვს კანონი რომ ამით ფული აკეთოს რადგან ზოგ ქვეყნებში ფასიანია ხელმოწერაც და განქორწინებაც მithumedes განქორწინება ახლა რელიგიები კიდე ზოგი უფრო თავის ეკლესიებში იწერენ პირჯვარს თავის ხო ხელმოწერას ნაკლებად ხდება ოფიციალური ხელმოწერა და საერთოდ ვამბობ პიროვნება რომელიც ავლენს მესაკუთრეობის სურვილს მასე პიროვნებასთან თქვენ ბედნიერი არასდროს არ იქნებით მაგრამ ახალგაზრდები ვინც ადრე ქმნის ოჯახს ну ადრე ოჯახის შექმნა 90-იან წლებში იყო მასიური ახალგაზრდების ოჯახება ეგონათ გაკეთებიან თუ გაყვებიან ცოლად და ზოგჯერ ახალგაზრდებს გონიათ რომ სიყვარული თიტანჯებიან არა სიყვარული არ ითხოვს სხეულის რაღაც მოქმედების გამოვლენას თუნდაც ინტიმური კავშირით არა სიყვარული ნამდვილი სუფთა სიყვარული პლატონურია მაგია ის არ ითხოვს პიროვნება ვისაც დაუშვათ უყვარხართ ის არასდროს არ გამოავლენს თქვენს მიმართ მესაკუთრეობის სურვილს მას უბრალოდ უყვარხართ გულში მოდით გავაგრძელოთ
ვიტალური სიყვარული არასდროს არ არის მყარი. რადგან, მე ახლა რომ გითხარით თქვენ, იგია, ესე იგი, ნებებთან დაკავშირებული ნებები, რომელიც ზოგჯერ გონიათ, რომ ეს სიყვარული არ არის მყარი, იმიტომ რომ ეს სიყვარული არ არის, ეს სიყვარული, როგორც მე გითხარით, ნებების გაღვიძებას არ მოითხოვს. არ არის მყარი, რადგან ის სექსუალურია, ის მუდმივი ძებნაა, ის მისწრაფება ახალი სიამოვნებების მისაღებად, ამიტომ აქ ხშირად ჩნდება ღალატები დაკავშირებული შეგრძნებების ძებნასთან დაკავშირებით. წვავე ხელვარებისა, შეყვარებულების დაბრუნება თავისი შეგრძნებებით და ტანჯვებით შეუძლია მხოლოდ პარტნიორის შეცვლას, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. მოკლე ვადით, ვიტალური სიყვარული ინტიმური სიახლოვეს გარეშე შეუძლებელია ნებისმიერ ფორმაში. ესე იგი, ვიტალური ასტრალური სიყვარული, ეს ემოციური სიყვარული შეუძლებელია ფიზიკური ინტიმური სიახლოვის გარეშე. დედამიწელებს აქვთ სხვადასხვა აზრი, რომ ყოველი მამაკაცი და ყოველი ქალი ეძებენ პლანეტაზე მეორე ნახევარს. რომლებიც არ ყავთ. თითქოს ვინმეს უმართლებს მეორე ნახევრის მოძებნა და ეს შეყვარებულები დგებიან ტოლები ღვთისა. ეს მასე არ არის. არასდროს და არავის არ შეუძლია გარე სამყაროში მოიპოვოს მთლიანობა. ლეგენდა დაკარგულ მეორე ნახევარზე მოდის ლემურიელების დროიდან. ეს მათთან იყო ჩატარებული ექსპერიმენტი სქესების მიხედვით გაყოფაზე. ესე იგი, სქესებზე გაყოფაზე. გახსოვთ, მე გიყვებოდით, რომ პირველი ადამიანები იყვნენ ეფირულები. ისინი დადიოდნენ, დაფრინავდნენ, დედამიწაში შედიოდნენ, იშლებოდნენ ნაწილებად და ისევ აღადგენდნენ თავის სხეულს, ეფირულ სხეულს. პირველი, რასაც არასდროს არ ჰქონდა ფიზიკური სხეულები, ამიტომ ის არც კი ხვდებოდა. ჭყალებში ადამიანები უბრალოდ დნებოდნენ და იშთათქებოდნენ შთამომავლების სხეულებში. დროთა განმავლობაში დედამიწა შორდებოდა მზეს და სხეული დედამიწის ხდებოდა უფრო უხეში და მჭიდრო. მეორე რასა, ადამიანების კაცობრიობის მეორე რასა შეიქმნა პირველი რასისაგან. ეს იყო ორთქლის ღრუბლები და აირების ესე იგი, პირველი რასაო თუ იყო ეფირული სხეულების წარმომადგენლები, კაცობრიობის მეორე რასა წარმოადგენდა ღრუბლებს და აირებს. ღრუბლების და აირის სახით იყვნენ წარმოდგენილი დედამიწაზე. სიმაღლით 30 მეტრი. თუ პირველი რასა ბრალდებოდა უბრალო გაყოფით და გადაწევით ეფირისა ერთი ფორმიდან მეორეში, მაშ მეორე რასის გაყოფა ხდებოდა უფრო რთულად. ის მოგაგონებდა პლანეტების გამრავლებას. ეფირული სხეული, რომელშიც იყო გამოკეტილი მონადა ქართულად, რუსულად მანადა ეს არის უქტავის სულიერი ერთეული. ხომ გესმით ჩემი? ესე იგი,
რომელიც არასდროს არ ხდება, უხტავი სულიერი ერთეული. მას ქვია მონადა, ანუ რუსულად მონადა. იყო გარშემოწყმული კვერცხისებური სფეროთი, აურის სფეროთი. როდესაც დგებოდა ჟამი გამრავლებისა, ეფირული ფორმა უბრალოდ გამოაგდებდა მონადას კვერცხს. ეს ნაყოფი იზრდებოდა და იკვებებოდა მშობლის აურით. თანდათან მისგან გამოიყოფოდა და ხედა ჭიპლას თან იქონდა საკუთარი სინათლის სფერო, რომელიც შედგებოდა 6 ორეულისაგან. მიახლოებით მესამე რასის შუამდე ლემურიელებისა ხალხი იყვნენ ეფირისნაირი და უსქესო არსებები. ესე იგი, მესამე რასამდე ხალხი იყო ეფირის მაგვარი და უსქესო არსებები. როდესაც დედამიწა დაშორდა მზეს, მიახლოებით 120 მილიონი კილომეტრით, პლანეტა თანდათან გაცივდა, მიწის ქერქი გაქვავდა და ჩრდილო პოლუსზე შექმნა უზარმაზარი მატერიკი. მაგ დროს ზოგი ხალხი განცალკევებოდა მშობელს და თან მიჰქონდათ ბევრი ინური ენერგიები. ინური ენერგია რას ნიშნავს? თქვენ ალბათ გინახავთ ნახატი, სადაც ერთი ნახევარია შავი, მეორე ნახევარი თეთრი და პატარა ფულაკებისნაირი წერტილები. ამას ქვია ინი და იანი. ხო, და როდესაც ბავშვები განთავკევებოდა მშობლებისგან, მათ მიჰქონდათ უფრო მეტი ინური ენერგია, ვიდრე იანური. ზოგი ლემურიელები კი, როდესაც განთავკევებოდნენ, მიჰქონდათ მეტი ინური მამაკაცის ენერგიები. ინ და იანი. ინი არის მამაკაცური ენერგია, იანი არის დედაკაცური ენერგია. მაგრამ იმისთვის რომ შვან შთამომავლები, ადამიანებმა უნდა შეძლოს გათანასწორობა ენერგიებისა უნდა შეძლონ ადამიანებმა უნდა შეძლონ გათანასწორება ენერგეტიკისა საკუთარი სხეულისა. ამიტომ იმავე ლემურიელები, რომლებსაც არ ყოფნიდათ მამაკაცის ენერგიები, მაგნიტივით ეტეფებოდნენ ადამიანს ზედმეტი იანური ენერგიით. ისინი უბრალოდ ღიად ვამპირობდნენ, ესე იგი, წოვდნენ მათ ასტრალური, ვიტალური და ეფირული გარსებიდან სხვა ადამიანებიდან საჭირო მამაკაცურ ენერგიებს. ორი სხვადასხვა პოლუსური ხალხის ურთიერთმოქმედების დროს ხდებოდა ნაპერწკალი. ეს ჩამოგავს იმას, თუ ელვა როგორ გარბის ჭექის დროს ორ სხვადასხვა პოლუსურ ღრუბლებს შორის. მოკლე ჩართვის დროს ლემურიელების სხეული იწყებდა ცახ-ცახს ელექტრული ვიბრაციებისაგან, შემდეგ მოდიოდა მშვიდ მდგომარეობაში. როდესაც ამშვიდებდა თავის ენერგიებს, მოკლე ჩართვით ღრუბელის მრგვალი ადამიანი იღებდა სიამოვნებას, რომელსაც უწოდებენ ორგაზმს. დღესაც დედამიწელებში ორგაზმი წარმოადგენს
თავისებურ მოკლე ჩართვას. ორი ღრუბელმაგვარი აურებს შორის. ელექტრული ჩართვისაგან მამაკაცის და ქალის წვრილი სივრცის ველებისა ხდებოდა მოკლე ხნიანი ვიბრაციული მდგომარეობა, რომელიც აძლევდა უჯრედულ დონეზე ციური სიამოვნების მდგომარეობას. ორგაზმის მისაღწევად არაა აუცილებელი ფიზიკური ურთიერთობა. ეს მოქმედება საწინააღმდეგო სქესის ობიექტა. ვიტალური ორგაზმი შეიძლება მიიღო მასტურბაციის დახმარებით ან სექსუალური ძილის მეშვეობით, მაგრამ ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა ეს არის გზები ჩქარი დეგრადაციისა, უნიჭო დაკარგვისა, ხელოვნური ძალებისა, სულის გაუხეშების გზები და დასუსტება სხეულისა, რადგან ყოველ ბიორობოტს ერთ ცხოვრებას ეძლევა მკაცრად განსაზღვრული რაოდენობა სასიცოცხლო ენერგიებისა. ცხოვრება ნებისმიერი დედამიწისა ეს არის დაძაბულობა ელექტრონული ველებისა, მეშვიდე დადებითი და პირველი უარყოფითი ჩაკრებისა. ესე იგი, პირველ ჩაკრას აქვს მინუსიანი ენერგეტიკა, მეშვიდე ჩაკრას პლუსიანი. და ხომ ხედავთ რას ამბობს ბორევი? საქმე იმაშია, რომ აგიტაცია მიდის ტელევიზიით, რომ ეს ინტიმური კავშირები არის სასარგებლო ფიზიკური სხეულისთვის, ეს საჭიროა, რომ შეუძლებელია ქალებს არაძლებენ, მაგრამ ქალებს მაგალითად საქართველოში კარგი მეორეჯერ გათხოვებაზე კიდევ თვალს ხუჭავენ, მაგრამ თუ ქალი გათხოვდა მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მას უწესო ქალად მიიმჩნევენ. ან თუდაც საყვარელი პარტნიორები გამოიცვალა. მაგრამ რატომღაც არ ფიქრობენ კაცებზე. კაცები, მოგულავე კაცები ცხოვრობენ ნაკლებად. საერთოდ, ვინც ამიტომ მე რომ ამბობ, აქ ახლა დედამიწაზე თუ ვინმე კაცებიდან არ გულაობს, ან არ აქვს მოთხოვნილება არ გამოხატა, მასეთ კაცებს აფურთხებენ. აფურთხებენ როგორ? არჩევენ პარტიის, კაცად არ მიაჩნიათ. თუ კაცი თავშეკავებულია, მასზე აცელებენ ჭორს ქალებიც, კაცებით, რომ ის არის რომ მას არაფერი შეუძლია. სხვათა შორის ხო, და ეს იმაზე კი არა დამოკიდებული ქალი და კაცის ურთიერთობა, რადგან არ ხდება, რომ ისინი ყველა უკაცრავად გადამწვარები არიან, არა. უბრალოდ ისინი განავითარდნენ სულიერად ამ ცხოველური დონეზე უფრო მაღლა და მათ არ აქვთ მოთხოვნილებები ინტიმურ კავშირში. არ უნდა მაგალითად იმ კაცს ქალებთან ჰქონდეს ურთიერთობა და თავისი ენერგია გაფანტოს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ექიმების სწამდა ჯერათ და ექიმებს უხდიან ფულს, რომ აგიტაცია ჩაატარონ, რომ ეს ამბავი ურთიერთობა ქალ და კაც შორის არის საჭირო, სასარგებლო და აუცილებელი. სინამდვილეში ეს მასე არ არის. სექსუალური ურთიერთობებს მიყავს დეგრადაციისკენ, პლუს ამას დამატებით ალკოგოლი, თამბაქო, კარგი თამბაქო ისეთი საშიში არაა შედარებით, მაგრამ სექსი და ალკოგოლი არის დამღუპველი კაცობრიობისთვის, რადგან რაც უფრო მეტი ჩათრეულია პიროვნება ამ საქმეში, უფრო დეგრადირებს. და სამწუხაროდ ოჯახში ყოფილა შემთხვევები, რომ მამასაც უძალადია,
ძმასაც უძალადია, ბიძაშვილებმა მამიდაშვილებს უძალადია თავის ნათესავებს და ახლობლებს და ბევრი ამას ვერ ამბობს სიცხლის გამო. ეს არის დეგრადაციის ნიშნები. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები არიან ადამიანს ცოდნა არ გააჩნიათ, ადამიანები არ კითხულობენ, ადამიანებს არ უნდა განვითარება. ზოგი მთელი ცხოვრება ხალების დევნაშია და სმაში, ან ნარკოტიკების მოქმედების ქვეშ. ახლა გავაგრძელოთ. ხო, როგორც მე თქვი, მეშვიდე ჩაკრა არის დადებითი, პირველი ჩაკრა არის უარყოფითი. სანამ ხერხემ მალში არის სხვადასხვაობა პოტენციალში, მაგალითად მანქანაში მუშავდება ასტრალური დენი, რომელიც ძაბს ამოძრავებს ადამიანის წვრილ და უხეშ სხეულების, ესე იგი, რამდენი გითხათ, ჩვენ ვართ, ფიზიკური სხეული არის წვრილ სხეულებთან შერდებული წვრილი ძაფით. როგორც მარიონეტები, ჩვენ ვართ იგივე მარიონეტები და ვართ შერთებული ამ ძაფებით, ასე ვთქვათ, კოსმოსთან, ჩვენ მაღალ მესთან, წვრილ სხეულებთან. სიკვდილის შემდეგ ეს ძაფები წყდება. ადამიანის სხეულის სიკვდილის შემდეგ. და ასტრალური დენი, რომელიც მუშავდება ჩვენ ხერხემალში, ამოძრავებს ჩვენი წვრილი სხეულების ძაფებს. აქ ლექსია მოყვანილი, ლექსი მე არ გადამითარგმნია, პირდაპირ ტექსტზე გადავდივარ. მეორე ნახევრის მოძებნა ვიტალურ ველში შეუძლებელია, რადგან ვიტალური სამყარო, როგორც ფიზიკური, არის ილუზორული, სულთა გარეთა ადამიანის შიდა სამყაროს შეფარდებაში, რადგან ჭეშმარიტად არ არის და სიმპათიებისა. ჯოჯოხეთის წრეები სრულიად შეწყმულია ვიტალურ მატერიებზე. შემდეგი თება განხილვისა მეტალური სიყვარული. აქ ლექსი იყო მოყვანილი, მაგრამ არც ეს ლექსი არ გადამითარგმნია, პირდაპირ ტექსტზე გადავდივარ. მენტალური სხეული მიწიერი ადამიანისა გამოიმუშავდება ორი ჩაკრით. ესე იგი, მენტალური სხეული მიწიერი ადამიანისა გამომუშავდება ორი ჩაკრით. მესამე ჩაკრით და მეექვსე ჩაკრით. ანუ მეექვსე არის ბუთხეალური ჩაკრა. არა, მაპატიეთ, არა, აქ მე ხა ფენაზე გადავედ. ჩაკრა, ხა ზეპირად მე არ მახსოვს რა ქვია. მესამე ჩაკრას, პირველი ჩაკრა არის მულათხარა, სახასტრარა, მეოთხე არის გულის ჩაკრა. არ მახსოვს, გადახედეთ თქვენ, ხომ აქვს მე სქემები თქვენზე მიცემული, ვიდეოში ნახეთ. ხო, ესე იგი, მეტალური სხეული გამომუშავდება მესამე და მეექვსე ჩაკრებით. რასაც ჩვენ ვუძახით ლოგიკას. ხო, აქ ძალიან საინტერესო აქვს ლოგიკური აზროვნება ჩამოყალიბებული პორიეს და მე თქვენ აქანი არასაკურველი არანაირი ნახატი არა მოცემული, მაგრამ მე თქვენ შემდეგ თქვენთვის მოვამზადებ სქემას, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ თუ როგორ მუშაობენ ჩაკრები. ახლა კი გავაგრძელებ. ჭკუის
ესე იგი ეს მესამე და მეექვსე ჩაკრა გამოიმუშავეს მეტალურ სხეულს. ესე იგი მეტალური სხეული გამომუშავდებაო მესამე და მეექვსე ჩაკრით, მაგრამ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუძახით ლოგიკას, ჭკუის აზროვნებას, ანალიზს, დროში ცხოვრებას და სამგანზომილებიანი სივრცეში ყოფნას, ეს მხოლოდ არის პროდუქტი მესამე ჩაკრისა. ეს არის ჩვენ შემდეგ ამას დაუბრუნდები მე ამ სქემას, როდესაც თემაზე ვიმუშავებ ცალკე. ჩაკრისა ეს არის ეგრეთ წოდებული ქვედა მენტალური წარმომადგენელი კაცობრიობის პიროვნების დედამიწაზე. ამიტომ ახსენა მენტალური ჩაკრა, მე რომ ამერია იქ ცოტა გაუგებარი იყო წინა ვიდეო, სადაც იყო ჩაკრებზე საუბარი, უბრალოდ სხეულებზე, ფენებზე საუბარი, გარსებზე, ადამიანის სხეულებისა, მას შესთომ არ დაუშვია, იმიტომ რომ მეექვსე და მესამე, ესე იგი ასტრალური, მენტალური, კიდევ ვამბობ, რომ ბორეევი ფიზიკურ სხეულით არ თვლის, ის თვლის პირდაპირ სულიერი სხეულებით, უბრალოდ თვლის მხოლოდ წვრილ სხეულებს. როდესაც თვლის, ამბობს ესე იგი რიგობით ნომერს აღნიშნავს წვრილი სხეულისა, ის ამ მომენტში არ ფიქრობს, არ თვლის ფიზიკურ სხეულს. ამიტომ თუ მაგალითად ის ამბობს მეექვსე, ეს ნიშნავს მეხუთეს. თუ ამბობს მეორეს, ეს ნიშნავს მესამეს. თუ ამბობს მესამეს, ეს ნიშნავს მეოთხეს. რადგან მესამე თქვა და მეექვსე, მესამე ჩაკრა და მეექვსე ჩაკრები მოიხსენია, ესე იგი მან იგულისხმა მეორე და მეხუთე ჩაკრა. კარგით, მოდით გადავიდეთ, ომარ დავიდნენ ხლად. მეც არ მინდა დაგაბნიოთ. ესე იგი რადგან მეექვსე ჩაკრა უმრავლესი დედამიწელებისა დახურულია კარმით 99%-ით. მესამე ჩაკრა მესამე ჩაკრას ყავს თავისი წარმომადგენელი ფიზიკურ პლანზე. მარცხენა ნახევარსფერო თავის წინისა. მე ხა გამოვიტანე სქემა უკაცრავად, მე ყოველთვის მეშლება წვრილი სხეულები ჩაკრებთან. მაპატიებთ ძალიან გთხოვთ. მესამე და მეექვსე ჩაკრა, მესამე ჩაკრა არის სვათხის ტანა და მეექვსე ჩაკრა არის 1 2 3 4 5 6 აჯნა, ანუ ხედვა. ესე იგი ამ მანიპურა და აჯნა ჩაკრები გამოიმუშავებენ მენტალურ სხეულს. ამიტომ მე ხატვინი ამბება, მე წარმოვიდგინე მენტალური სხეულები და თქვენც აგერიეთ ტვინი. ესე იგი მესამე მანიპურა და მეექვსე ჩაკრა აჯნა გამოიმუშავებენ მენტალურ სხეულს. ხედავთ, ეს სქემა კიდე არ შევინახე, გამოგვადგა ასახსნელად. ხო. და მესამე ჩაკრას ყავს თავისი წარმომადგენელი ფიზიკურ პლანზე. მარცხენა ნახევარსფერო თავის ტვინისა. ეხლა ვინც არის ის მათვის მინდა დავამატო ერთი ინფორმაცია. ყველა ხომ არ აქვს წარმოდგენა ადამიანის ტვინის წყობაზე. თავის ტვინი ხომ არ წარმოდგენილი ჩვენი თავი ტვინით, ხო?
ის იყოფა ხომ მარცხენა ჩემგან აი ამ ნახატისგან თქვათ ეს არის მარჯვენა, ეს არის მარცხენა. თქვენ რომ დადგეთ ასე ზურგით ამ ნახატისკენ, მარჯვენა ეს ხარი იქნება, მარცხენა ეს ხარი. და მარჯვენა მხარეს მართავს მარცხენა ნახევარსფერო ჩვენი ტვინისა. და მარცხენა მხარეს მართავს უკაცრავად მარჯვენა მხარეს მართავს ნახევარის მარცხენა ტვინის მარცხენა ნახევარსფერო, კიდევ გავიმეორებ, მარჯვენა მხარეს სხეულისა ადამიანისა მართავს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო, აი ეს. აი ასე მიდის. მაგრამ ადამიანის მარცხენა მხარეს მართავს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო. ხომ გაიგეთ? ესე იგი, მარჯვენას მართავს მარცხენა ტვინის ნახევარსფერო და მარცხენა მხარეს მართავს მარჯვენა ტვინის ნახევარსფერო. ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო. ლაპატიეთ. ეს ჩვენი ლოგიკური ტვინია. ხელმძღვანელობს ორგანიზმით და დამცველია ადამიანის ეგოსი. არის პიროვნების დამცველი და სულის მუდმივი მტერი. დიახ. ეს მესამე ჩაკრა არის სულის მუდმივი მტერი. რატომ? იმიტომ რომ მანიპურა, ესე იგი მოქმედება. ის სულ მოქმედებაშია. მოქმედებაში იმ მხრივ რომ სვამს, ეწევა, გულაობს, ეს მიაჩნია ცხოვრისებულ აზრად, ცხოვრების აზრად. ეზოტერიკაში ეშმაკის ქვეშ იგულისხმება ზუსტად ჭკუის აზროვნება, რომელიც თვლის, რომ სამყარო მოკვდავია, რომ სიცოცხლეს აქვს მიზანი და აზრი, მენტალური ორეული ადამიანისა ცხოვრობს კაცობრიობის საერთო ეგრეგორში. საერთო ეგრეგორი მართავს ყველა ადამიანებს როგორც მარიონეტკებს, როგორც თქვენ მე ამას წინათ გითხარით. მუდმივად ატყუებს მათ და აიძულებს მათ აკეთოს ის, რაც აწყობთ მებაღეებს. ახლა ვინ არიან მებაღეები? მებაღეები არიან სულიერი არსებები, ჩვენზე მაღლა მდგომარე არსებები, რომლებიც ჩვენ წყვეტსავენ. რასაკვირველია, თუ ადამიანი არა გამოხუცებული, ისინი აგრძელებენ ადამიანის მართვას, აკეთებენ იმას, რაც უნდა, მაგრამ თქვენ თუ გამოიღვიძეთ და მაღლა ატიხათ, იქენი თქვენ ხელს არ შეგიძლია. მენტალური არსება ანაწევრიანებს ინფორმაციას, რომელსაც იღებს ჭიპლარით სუპერკომპიუტერიდან, ეგრეგორიდან, კაცობრიობის ეგრეგორიდან და ამუშავებს მას არითმეტიკული აზრების დახმარებით და მჭრალი ლოგიკური ოპერაციებით. მენტალურ ორეულს შეუძლია ყველაფერი დაშალოს და დაალაგოს თაროებზე, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობაშიც ყველაფერს დაადვას იარლიკები და ფასები. ეს ორეული არ არის დაკავშირებული სიყვარულის ორგანთან, ის წარმოადგენს მისანიჭებელ ორგანოს ერთი მეორეზე. მენტალური
არსებების სიყვარული სხვა არსებების მიმართ ჩვენ გადავიდით მენტალურ სიყვარულზე. პოზიტიურ სინათლეში მენტალური არსებების სიყვარული სხვა არსებების მიმართ პოზიტიურ სინათლეში ეს არის სიყვარული მეგობრის სიყვარული მეგობრობა. ცხოვრესებული ინტერესების ერთთაგანი არა პრაქტიკულ ვარიანტში სიყვარული ანგარებით, მაგრამ მენტალური სიყვარული არ გამორიცხავს სექსუალურ კავშირს. ანუ მენტალური სიყვარული ეს არის მეგობრის მიმართ სიყვარული. მაგალითად, შეიძლება მეგობრულად უყვარდეს ბიჭსა გოგოს ერთმანეთი, მაგრამ მათი სიყვარული, მეგობრული სიყვარულიო არ გამორიცხავსო სექსუალურ კავშირს მენტალურ სიყვარულში. მაგრამ ის პრაქტიკულად არ შეეხება ცრემლს და ეჭვიანობას უსიამოვნებით, ოჯახური სკანდალებით და სხვა ფორმებით მასეთი სიყვარული არ ბოჭავს პარტნიორის თავისუფლებას. ხო, ახლა მე აგიხსნით ცოტა იოლის სიტყვებით. ეს მენტალური სიყვარული თუ ხდება დაუშვათ ინტიმური ურთიერთობა, აქ არ არის არც სკანდალები, არც ეჭვიანობა, არც ოჯახური ტრაგედია. ხომითი როგორ ხდება სერიალებში შემთხვევითი პარტნიორები მოხდებიან ერთმანეთს, აი ამდაგვარი ეს არის, მაგრამ ეს ურთიერთობები ხდება უკვე მეგობრებს შორის. ისე რა მოხდა და და მე ერთმანეთს ამას არ ახსენებენ. ამის თქმა ნუ ტრაგედიას არ ქმნი რა ამისგან. მიმატოვა და მიღალატა და ასე შემდეგ. და პარტნიორები ერთმანეთის თავისუფლებას არ ბოჭავენ. მაგრამ ცხოვრებაში ხდება ნაკლებად მასეთი სულთა მენტალური სიყვარული, რადგან როგორც წესი საწყისში იქ ყოველთვის არის რაღაც რაოდენობა ყოველთვის ტოვებ ასოებს. აპატიეთ, ამიტომ რომ ვჩერდებ. რაოდენობით ვიტალური სიყვარულისა და თან ასაკთან ერთად ბნებები ქრება. ესე იგი, მენტალურ სხეულში არის რაღაც დოზით ვიტალური სიყვარული, მაგრამ ასაკთან ერთად ეს ბნებები ქრება. ასტრალური სიყვარული. აქაც ლექსი გამოვტოვე. ასტრალური სიყვარული არის მაღალი ფორმა ადამიანური სიყვარულისა. აგერ კიდევ მეორე გაუგებრობა. მე ვთვლიდი ვიტალური სხეული იყო იგივე ასტრალური, იგივე ემოციური, მაგრამ ოფიციალურად ვიტალური სხეული იმ ვიდეოებთან დაკავშირებით, რომელიც მე ვნახე, რომ თქვენთვის ვიდეო გამეკეთებინათ წვრილ სხეულებზე, ყველა მე რომ სხემა მოგეცით, მაგ სხემით ხელმძღვანელობს და კი მე ამ თემას კიდევ დაუბრუნდები და გავარკვევ თუ რას ვიტალური სხეული რომ სხეულს უძახიან ვიტალურ სხეულს. ბევრი რაღაცა ჩემთვისაც გაუგებარია, მაგრამ მე სულ ვარ ძიებაში. მე ვკვირდებით, რომ მე კიდევ დაუბრუნდები თემას ჩაკრეთან და წვრილ სხეულებთან დაკავშირებით და თუ რამე მოვძებნე დრო უნდა ამის ძებნას, რადგან ყოველთვის ინტერნეტი არ მაქვს ჩართული, ამიტომ აპატიეთ. უბრალოდ მოусმინეთ.
შემდეგ მე აუცილებლად დაუბრუნდები ამ თემას და შევეცდები გავარკვიო თუ ამ წროს ხეულებს მეორნაირად რა ქვია. რადგან მთავარი დასახელებაა ისა, მე რომ თქვენ აი ეს სქემა წარმოგიდგენთ. აი ეს სქემა. ამ სქემაზე, იმ სქემების მიხედვით გავაკეთე მე ეს სქემა, გადმოვწერე, გადავთარგმნე. არის კიდევ, მე მაქვს კიდევ ძველი კონსპექტი იმ დროიდან, როდესაც მე ინტერნეტი არ მქონდა, უბრალოდ სენსორული ტელეფონი. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. მე მოვძებნი მაგ კონსპექტებს და იქიდან შევეცდები უკვე დეტალებში დაწვრილებით კიდევ ერთი ვიდეო გავაკეთო სხეულებთან და ჩაკრებთან დაკავშირებით. მე ამას თქვენ ხპირდებით, ოღონდ რომ მეცით, ვისაც გაინტერესებთ, ამიტომ ან რუსული თუ გესმით, თქვენ შეგიძლიათ ვნახოთ, მაგრამ რა არის იცით? ვიდეოებში ზედაპირულადაა მოცემული ზოგი რაღაცა და მომიტევეთ, მე შევეცდები ყველაფერი გავარკვიო. ეს სიხარული, თვით გადაცემა ეს მსხვერპლიანი და ბედნიერი სიყვარული ინდივიდუმი უბრალოდ შეყვარებულია, უყვარს, იმის მიუხედავად მას როგორ ექცევიან, ან არ თხოვს, არ ითხოვს რამე სამაგიეროს. მოსიყვარულე გულს ისიც უხარია, რომ შეყვარებული არსებობს, თუნდაც გვერდით არ ყავდეს, თუნდაც შორს იყოს. ჭეშმარიტ ასაულ სიყვარულში მიუხედავად მენტალური, ვიტალური, ეფირული სხეულებისა, რაც ეხება ინტიმურ კავშირებს, აქ ასაულ სიყვარულში შეიძლება ეს მოხდეს. ქვეცნობიერების სიყვარულში ადგილი არ აქვს ტანჯვას. ეს ღრმა და თანაბარი გზნობაა. ურთიერთ ასტრალური სიყვარული არის იდეალი ადამიანური სიყვარულისა დედამიწაზე, მაგრამ თვით ასტრალური სიყვარული, რომელსაც გრძნობს დედამიწელი სხვა განსახიერებულ არსებების მიმართ, მოვლენა ნაკლებია. ესე იგი, სულთა სიყვარულით რომ უყვარდესო ადამიანს ვინმე, უანგაროთ, ასეთი ნაკლებიაო. 1000 ადამიანში შეიძლება ერთი მოხდესო ასეთი. და შეიძლება 1000-ში ერთხელ მოხდეს ორხრივი სიყვარული, რადგან დედამიწაზე ძალიან ცოტა ხალხია სრულიად ღია გულის ჩაკრით. აი ისე. ბორევი ასტრალურს უძახის გულის ჩაკრით. გულის ჩაკრა რა შოშე, გულის ჩაკრა გულის. ხო, კარგი, გავაგრძელებ, მე არ შევწოდები, არ მინდა ტვინი გაგიბურღოთ. დედამიწაზე ძალიან ცოტა ხალხია სრულიად ღია გულის ჩაკრით. ეს ხო საკეთებაა. თუ ასტრალური ჩაკრა ღია ნახევრად, მაშინ ხდება შერევა ასტრალური და ვიტალური სიყვარულისა, რასაც მოყავს ცრემლებისკენ და სულიერი ტანჯვისაკენ ინდივიდუმისა. ინდივიდუმი იტანჯება. ინდივიდუმი ვინ არის? ინდივიდუმი არის პიროვნება. იგივე პიროვნება, იგივე ადამიანი. აგე იგულისხმება ერთი ადამიანი. ასტრალური ქვეცნობიერების სიყვარული ემთხვევა პოზიტიურ მენტალურ სიყვარულს, სიყვარული მეგობრული სიყვარული. ასტრალურ სიყვარულს
ასტრალური სიყვარულის უპასუხობა აკეთებს გამოყავს ადამიანები ყველა არა საყვარლები. აქ საყვარლობანა არ არსებობს, ესე იგი ადამიანი ნაკლებად შედის კავშირში. ლექსი არ გადამითარგმნია, პირდაპირ ტექსტზე გადავდივარ. ასტრალური სიყვარული სულთა ფორმაში აგრესიულად აღიქმება უმრავლეს ხალხის მიერ, რადგან პლანეტა დღეს მიეკუთვნება ჯოჯოხეთურ ვიტალურ წრეს. აქ 99% ადამიანური არსებებისა ცხოვრობენ არა სულის განვითარებით, არამედ თავიანთი პიროვნების დასამძიმებლად. ისე იგი ირთულებენ ცხოვრებას. ძალით ირთულებენ ცხოვრებას, რომელიც წარმოდგენილია ვიტალური და მენტალური ჩაგვით. დედამიწელები თვლიან ასტრალურ სიყვარულს არაცუყოფილებად მიუღებელს, რომელიც არ ჯდება მიწიერი ადამიანის წარმოსახვაში ნამდვილ სიყვარულზე. მისი გატამებული ტრაგედიებით, სისხლით, დათრემლებით და მკვლელობით ნებებით, რადგან მიწიერი ხალხი ქვეცნობიერებულ სიყვარულს კატეგორიულად იგდებენ, ბრაზიანად სჯიან და დევნიან. აჯნი ყურის სიყვარული. ეს არის მეშვიდე ჩაკრა. აჯნა მეშვიდე ჩაკრა. აჯნი ყურის სიყვარული ან ზეციური სიყვარული ეს არის სიყვარული ტოტალური, ის სრულიად ან თავისუფლებს ეგოისტური მიდრეკილებისაგან და თავში იტევს ცნობიერების გეგმებს. ამ სიყვარულში ჩართულია მენტალი სხეული ან მაღალი ცნობიერება შექმნილი მეექვსე ჩაკრით აჯნათი. ზეციური სიყვარული ეს სიყვარულია ყველაფერ არსებულ მიმართულებით. თანამედროვე მიწიერ კაცობრიობაში აჯნი ყურის სიყვარულს განიცდიან ადამიანები, რომლებიც პრაქტიკას გადიან ზოგ სპეციალურ ვარჯიშებით, აჯნა იოგას დახმარებით, რამდენიმე ათეულის ცხოვრებაში. ეს ვარჯიშები მე დაწვრილებით აღწერეთ ჩემ წიგნში ჯორებული წყარო იოგასი. იოგის საიდუმლო ტექნიკა 9 წესის სხეულიდან გამოსვლის 9 წესი იოგას მეთოდი. რაჯა იოგებს კარგად აქვთ განვითარებული სხეული, რომელიც მოსაც ეწოდება მაღალკაცობრიობა. ესმით და გრძნობენ ღმერთს, ამას მიყავ მაღალ და კეთილშობილ აზრებამდე და სურვილებთან ლამას სურვილებთან და უმანკო საქციელებთან ყველაფერი რაც ითვლება ადამიანებში კარგი, კეთილშობილი, უდიდესი, უხილავად მოდის სულიერი ტვინიდან. მეექვსე სხეულის განვითარება სხეულის განვითარებასთან ერთად ჩნდება მყარი გზნობა არსებობისა, ერთიანი მაღალი მატერიისა, იზრდება ერთიანი ცნობიერება,
არა მხოლოდ კაცობრიობისა, მაგრამ მთელი სამყაროსი ღია აჯნის ჩაკრა გადასცემს ცნობიერებას და ინტელექტს ისეთ ჭეშმარიტებებს, რომლებზეც თვითონ ვერ მიხვდებიან, ვერ მიაღწევენ დამოუკიდებლად. მაღალი ცნობიერება არის წყარო შთაგონებისა, გენიალური პოეტებისა და კოსმოსური მწერლებისა, ღვთაებრივი მუსიკის შექმნელების, სამყაროს და არამიწიერი ტილოების, უდიდესი წინასწარმეტყველებისა, კაცობრიობისა, ზეციური სიყვარულთან მაღალი მაგები და ნათელხილველები იღებენ თავიანთ ცოდნას წარსულისა, ამწყოსი მომავლისა. ეს აქ ეპიფიზში, სულის საცხოვრებელში კონცენტრირებულია ყველა ცოდნები სამყაროებზე და ადამიანებზე. ჩემო ძვირფასებო, მოდით ჩემ აჯნაში და მოგიყვებიან და ოლადებს დაგიწყობენ. იოგის გზით, ხანდახან სიმბოლურად ლაპარაკობთ ბორეები, იოგის გზით სვა იძლევა საშუალებას გაიყოს ეგოისტური სხეულები, ეფირული, ვიტალური, მენტალური ერთმანეთისაგან და გაცნობიეროს სიყვარულის გზნობა, რომ აქვს ყველა ადამიანურ სხეულს, ყველა ნიუანსებში უბრალო დედამიწელი თავისი ფიზიკური გასახიერებაში ვალდებულია გაიაროს სიყვარულის სხვადასხვა ფორმა, დაწყებული ეგოისტური, ვიტალური თანდათანობით, მენტალური სიყვარულთან ან ფსიქიკურამდე და შემდეგ მრავალი სიცოცხლის გაკვეთილების შემდეგ მანქანა იმდენად სრულყოფილი ხდება, რომ შეუძლია სხვილი დაზიანების გარეშე მიაღწიოს აჯნიკური სიყვარულამდე ყოველი ფორმა სიყვარულისა, აცნობიერებს სულით მიღებულ წარე გამოცდილებას დედამიწაზე და შეესაბამება კარმულ მონაცემების გადამუშავებას, მაგრამ ამ ცხოვრებაში ადამიანი არაერთხელ გადიოდა ტრაგიკულ გამოცდილებას ვიტალური სიყვარულისა რაღაც ეტაპზე. ინდივიდუუმი როგორც იქნა ჩერდება და ამბობს, საკმარისია, მეტი არ შემიძლია. ხდება ადამიანის მიერ გაცნობიერება, დამანგრეველი, ჯოჯოხეთური ვიტალური სიყვარულის არსებებისა და შემდეგი არჩევანი, ნების შეგნებული არჩევანი, ურთიერთმოქმედების სხვა ფორმისა თავის სექსუალური პარტნიორთან. ასე ხდება ცხოვრებიდან ცხოვრებაში, ტანჯვიდან ტანჯვაში და ბოლოს დედამიწელი აღწერს აჯნიკურ სიყვარულს. ზუსტად აქ მას ესმის, რომ ჭეშმარიტება ჩადებულია იმაში, რომ ყველაფერი არის ზეციური სიყვარული. მოდით ამაზე შევჩერდეთ.